ახალი ამბები ჟორასთან ერთად. დავიწყეთ. ჯუჯუცუ კაისენის მეოთხე სეზონის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა. ავტორები და სტუდია MAPPA გვპირდებიან, რომ ანიმაციის ხარისხი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა, ვიდრე პირველ ნაწილში. ბრძოლის სცენები კი წინასწარი ინფორმაციით სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. GTA 6-ზე, რომლის გარშემოც გიჟური ხმები დადის, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თამაშის შიგნით სათამაშო ავტომატებზე ან ტელევიზორებში შესაძლებელი იქნება წინა კლასიკური GTA-ს თამაშების ჩართვა. Rockstar-ს ოფიციალურად ეს არ დაუდასტურებია, თუმცა ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ საუბარია მინი თამაშებზე, მსგავსად იმისა, როგორიც იყო San Andreas-ში. ილია თოფურიას და Justin Gage-ის 6 თვიანი სამედიცინო დისკვალიფიკაცია მისცეს. UFC-ში მძიმე ტრაუმული ბრძოლების შემდეგ ატლეტური კომისია მებრძოლებს ჯანმრთელობის დასაცავად ავტომატურად უწესებს სამედიცინო შეზღუდვას, რომ სპორტსმენის ორგანიზმა სრულად აღიდგინოს ზალები ტვინის შერყევის ან სხვა მიკროტრაუმების შემდეგ. Chainsaw Man-ი ბრუნდება. MAPPA-s ოფიციალურ YouTube არხზე გამოვიდა Chainsaw Man-ის ახალი ტრეილერი და ასევე ოპენინგი. ახალი სეზონის სახელი იქნება Assassin's Ark. ასევე აღნიშნეს, რომ იქნება მაღალი ხარისხის ანიმაცია, განსაკუთრებით ბრძოლებში. თუ მოგეწონათ ვიდეო, თხოვნა მექნებოდა რომ დაალაიქოთ და დაგვაფოლოვოთ, რომ არ გამაზოთ მეტი ამდაგვარი სიახლე. წინასწარ მადლობა.